ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ თვითმმართველობის კოდექსში შესაძლოა ცვლილება შევიდეს. თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ისევ 5-მდე უნდა შემცირდეს. 7 ქალაქისთვის 2014 წელს მინიჭებული სტატუსის შესაძლო ჩამორთმება უკვე გახდა უთანხმოების მიზეზი. 120 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. წერილის ავტორები მმართველ გუნდს თვითმმართველობის დაპირებულ რეფორმას ახსენებენ და 12-ვე ქალაქისთვის სტატუსის და შესაბამისად მერის და გამგებლის პირდაპირ არჩევნების წესის შენარჩუნებას თხოვენ. ანალოგიურია მერების ნაწილის პოზიციაც. ქართული ოცნების ლიდერები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ ფუნქციების დუბლირების გამო ზოგიერთ ქალაქში მერიის გაუქმების და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დგას. ნებისმიერი მერი უნდა ირჩევოდეს. ვლადიმერ ზედგინიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერად 2014 წლის ზაფხულში თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ აირჩიეს. რეფორმის თანახმად მაშინ რამდენიმე მუნიციპალიტეტი და ქალაქი გაიმიჯნა და თვითმმართველ 5 ქალაქს კიდევ 7 თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე დაემატა. 12-ვე ქალაქში მერი მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია. არჩევითი ეს არის საერთო სახალხო ხალხის მიერ არჩეული და ეს არის მიზანშეწონილობა მისის და ამ შემთხვევაში სიამაყე თვითონ მერისაც რომ ის კი არ დანიშნეს არამედ აირჩია და აირჩია ქალაქმა. მართველი გუნდი თვლის, რომ ცვლილებამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა და დაყოფილი თვითმმართველი ერთეულების კვლავ გაერთიანებას გეგმავს. საკანონმდებლო პროექტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს, რომელიც დღეს ვრცელ განცხადებას ავრცელებს და გაუმართლებელ მოლოდინებზეც აკეთებს აქცენტს. გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯი თითქმის 2-ჯერ, შემცირდა ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯების დისკვალობაზე კაპიტალური ხარჯები და შემცირდა მართვის ეფექტურობა. ცვლილებები არ ეხება მერების და გამგებლების არჩევითობის საკითხს. თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევნების გაუქმებად აფასებს დაგეგმილ ცვლილებებს ოპოზიცია და ხელისუფლებას ურჩევს კანონმდებლობა ან შეცვალოს, ან გადაწყვეტილება მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად მიიღოს. ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს. ხალხი არის მთავარი. რას ფიქრობს ხალხი? თუ ხალხი მხარს არ უჭერს ამ ცვლილებებს, რისთვის ვახორციელებთ ჩვენ მას? ეს მნიშვნელოვნად დაასუსტებს ადგილობრივ თვითმმართველობას, შესაბამისად მნიშვნელოვნად გაართულებს ადგილზე პრობლემების მოგვარებას. არჩევითობა ეს არის ჩვენი მთავარი ხაზი ქვეყანაში ადამიანების მაქსიმალურად ჩართვისა მართვის პროცესში და ასევე თვითმმართველობის განვითარებისათვის. თუ არ იქნება მუნიციპალიტეტი, ვინ უნდა აირჩიონ, მითხარით რა? თუ ეს ერთი მუნიციპალიტეტი იქნება, აირჩევა ერთი. თუ 2 იქნება, აირჩევა 2, რა? ყოველში ცალ-ცალკე. ერთ მუნიციპალიტეტში თუ გამგებელი. სახელწოდებას მეკითხებით? ეს სულ ერთია რა იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ერთ ტერიტორიულ ერთეულში პირდაპირი წესით არჩეული მერისა და გამგებლის შემთხვევაში უხერხული სიტუაცია და პრობლემებიც იქნებოდა. იმ ქალაქებში, სადაც არის როგორც პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი და ასევე მერი, გარკვეული გადაფარვები და ზოგჯერ ესეთ ცოტა უხერხული მომენტებიც კი იქნება. თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად, როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა, დეტალური მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამ გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები. პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრთან ერთად საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართვის ადრესატი გახდა. ასოცი ორგანიზაცია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევს. ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს დააცილებს ასე ვთქვათ ხელისუფლებას მოსახლეობას. ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი დაიწევს. დედამიწის ზურგზე არავინ თვითმმართველობას არ აუქმებს ქალაქებში იმისათვის, რომ მინიმალური შემცირება მოახდინოს ხარჯების, იმიტომ რომ სინამდვილეში მე სხვა რამე უფრო ძვირად გიჯდება. ამ ქალაქებში ხდება განვითარება, ამ ქალაქებიდან ხდება მოსახლეობის გადინება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი სფეროს სპეციალისტებთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს აუცილებლად გამართავს.